მოგესალმებით ყველას და მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი სიყვარულით. მადლობელი ვარ თითოეული თქვენი SMS-ისთვის, კომენტარისთვის, მადლობა ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე. დღეს მე მინდა თქვენთვის გავაკეთო ასეთი გაშლა, რა გიშლით მიზნის მიღწევაში ხელს, ან ვინ გიშლით ხელს, რა გიბლოკავთ აი ამ პოტენციალს თქვენ. გაშლა იქნება ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტო და მეორე ვარიანტი რა გიშლით მიზნის მიღწევაში ხელს. მეორე ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დააკვირდით ქვებს და აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. მაშასე გადავდოთ მეორე ვარიანტი და ვინც ამეთვისტო აირჩიეთ, ნახოთ. რა გიშლით მიზნის მიღწევაში, ან ვინ გიშლით ხელს. აქ შეიძლება ხელს გიშლიდეთ მამაკაცი, რომელთანაც მუდმივ ჭიდილში ხართ. შეიძლება ეს იყოს მეუღლე, პარტნიორი. შეიძლება თქვენ გსურთ ფინანსური წარმატება, შეიძლება გსურთ გაფართოვება ბიზნესის, ან მიიღოთ ის შედეგი საქმეში, რაც ჩადეთ მის სანაცვლოდ, მაგრამ აქ ვხედავ, ან შეიძლება სულაც ბედნიერი ოჯახი გსურთ, მაგრამ გეშლებათ ხელი იმის გამო, რომ თქვენი ენერგია მიაქვს მამაკაცს, რომელიც მუდმივ კინკლაობაშია, მსუბუქად რომ ვთქვათ, თქვენთან მუდმივად ატოლებთ ძალებს ერთმანეთს და თქვენი პოტენციალი აი აქ იკარგება და იბლოკება მიზნისკენ მისასვლელი გზა. რა უნდა გააკეთოთ, ვიკითხოთ მაშინ. როგორ უნდა მოიქცეს პირველი ვარიანტი? როგორ უნდა მოიქცეს? აუცილებელია, მეგობრებო, რომ აქ მოაგვაროთ ეს ყველაფერი 7 მოლაპარაკებით, კონსენსუსის მიღწევით და მიენდოთ ბედს. შეცვალოთ აი ეს თქვენი რეალობა, მოეშვათ რაღაცების მტკიცებას ვინმესთან, თუნდაც ეს თქვენი პარტნიორი იყოს და აქ აუცილებელია ერთობლივად მოილაპარაკოთ, შეჯერდეთ არსებულ საკითხზე, რის შედეგადაც თქვენ მიიღებთ აი იმ სასურველს, რაც თქვენ ასე გსურდათ. თუ აქ თქვენ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ ოჯახი, ან შეინარჩუნოთ ერთობა, ან თუ ახლა პაუზაზე ხართ და ეს მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება, აქ აუცილებელია, მეგობრებო, შეჩერდეთ აი ამ ფორიაქს შეეშვათ და 7 მოლაპარაკებით აუცილებლად მიაღწევთ თქვენ დასახულ მიზანს. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი და პირველებო, მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში და მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც ლაბრადორიტი აირჩია. რა გიშლით თქვენ მიზნის მიღწევაში ხელს? რა გიშლით ხელს? რა გიშლით მიზნის მიღწევაში პირველებო ხელს?
ის რომ შეიძლება დაუფიქრებლად იქცევით ვინმეს თუ აქ ჩაიფიქრეთ შვილი მოვიდა ასეთი ინფორმაცია და არ ყავთ იცოდეთ რომ ეს თავისთავად მოხდება მაგრამ ზოგადად ეს ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია ალბათ 1000-დან ერთ ადამიანს მაგრამ ზოგადად ხელს გიშლით დაუფიქრებლობა დაუფიქრებელი ნაბიჯები იმპულსურად გადადგმული ნაბიჯები მინდა და მორჩა აი ეს მინდა და უნდა გავაკეთო აი აქ ნამდვილად საჭიროა სტრატეგიული ფიქრი, სტრატეგიულად დაგეგმა თითოეული ნაბიჯის და ისე მოქმედება. ზოგიერთის შემთხვევაში შეიძლება თუ პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება შეიძლება აბრკოლებდეს რომელიმე თქვენგანიდან ის რომ ერთ-ერთ შვილი ყავს და შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი რომ თქვენი ერთობა ვერ შედგა. მოდი ვნახოთ კიდევ. რა ან ვინ გიშლით მიზნის მიღწევაში ხელს? შეიძლება სიშორე იყოს თქვენ შორის თუ პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება იყოს სიშორე იყოს გზა შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში იყოთ და აი ეს მანძილი გიშლიდეთ ხელს შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ავტომობილის შეძენა სურს და აი ეს დაუფიქრებელი ხარჯები გიშლიდეთ ხელს სწორედ აი ამ ავტომანქანის შეძენაში ხელს. მეგობრებო, ძალიან ბევრი ხართ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი აიღოს, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ ყველაზე 100%-ით ვერ რეზონირდება, რა თქმა უნდა და ყველას ვერ მოერგება ეს ორი ვარიანტი, ხვდებით ალბათ. წესით აღარც უნდა მჭირდებოდეს ამაზე საუბარი. კიდევ რა გიშლით ხელს? შეიძლება ხელს გიშლით მეგობრებო ის რომ ძალიან ბევრი ვალდებულებები გაქვთ შეიძლება ბანკის ვალი იყოს ეს შეიძლება ეს იყოს ვალდებულება ოჯახის წინაშე ვალდებულება სხვების მიმართ და სწორედ აი ამიტომ ვერ აკეთებდეთ იმას რაც თქვენ გსურთ და ვერ აღწევდეთ სწრაფად თქვენს მიზანს. მოდი ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის. რა უნდა მოიმოქმედოს მეორე ვარიანტმა იმისთვის რომ მარტივად მიაღწიოს. აი ამ ყველაფერს. თქვენ გაქვთ აი ამ ყველაფრის უნარი, ცოდნაც გაქვთ შესაბამისი, მაგრამ აქ აუცილებელია რომ იმოქმედოთ ლოგიკით, აუცილებელია დაეყრდნოთ აზროვნებას და არამც იმპულსურად არ იმოქმედოთ. გაქვთ შესაბამისი ცოდნა, დაუკვირდით, დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ. ეს იყო მეორე ვარიანტი. დაგელოდებით მეორეებო თქვენს კომენტარებში. მე კი წარმატებებს გისურვებთ და მარტივად მიზნების მიღწევას დროებით.